წყალმა სულ დატბორა ხეხილი და ბოსტნეული ხეები წააქცია და წაიღო, ყველაფერი გაანადგურა. გუშინ დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ კირაჩმუღალოში რამდენიმე ოჯახი დაზარალდა. უეცრად მომარტნილმა წყალმა ეზოები, მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. ადგილობრივების განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია. გუშინ ისეთი წვიმა იყო, რომ ყველაფერი გაგვინადგურა. ელექტრონული ტექნიკა აღარ აფრადვარგა. ტელევიზორის სილით იყო დაფარული. ეს ზარალი როგორღაც უნდა აგვინაზღაურონ. საღამოს 10 საათი იქნებოდა, რომ უეცრად ძლიერი წვიმა წამოვიდა. წვიმა დიდხანს გაგრძელდა. დაგროვილი წყალი ეზოში შემოვარდა. დაგვიტბორა ბაღები, სახლები, შინაური ცხოველები ძლივს გადავარჩინეთ. ძალიან დავზარალდით, დახმარებას ვითხოვთ. დაზარალებული ოჯახების მოსანახულებლად თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აღნიშნა, ოჯახებს დახმარება შეძლების დაგვარად გაეწევათ. ეხლა კირაჩმუღალაში ვიყოფობოდი ჩვენ უხსნელი წყალდიდობის შემდეგ რამოდენიმე ეზო დაიტბორა. არის მცირეოდენი არის გარკვეული წილად ზარალი დავითვლით ამას ჩვენ და შესაბამისად დაზარალებულ შესაბამისად აღმოუჩენთ შეძლების დაფარგლებში დახმარებას. მიყენებული ზარალის დათვლას სპეციალური კომისია ხვალიდან დაიწყებს. 8 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან მოითხოვდნენ სკოლის ინვენტარის განახლებას და მის რეაბილიტაციას. იგივე მოთხოვნით მშობლებმა აქცია დღეს 15 სექტემბერსაც გამართეს. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, 8 სექტემბრის აქციის შემდეგ დაპირება სატელევიზიო ეთერით თამარ სანიკიტისაგან უშუალოდ მიიღეს. მათ მუდმივი კონტაქტი აქვთ მთავარ სპეციალისტ საზაპირველთან, თუმცა ამ დრომდე დაპირება არ შესრულებულა. დღეს ჩემი შვილი სხვა ბავშვებთან ერთად პირველ კლასში შემოვიდა და სიტუაცია ისეთია სკოლაში აუტანელი. გამომდინარე იქიდან, რომ საბა ორი კვირით მინინგიტით იაშვილების სამომტყოფოში მეწვინა და მას სამჯერ ხერხემლიდან სინჯი აუღეს. არანაირად არ შეიძლება, რომ ბავშვის ზურგი ელემენტარულად წესიერ სკამს არ მიეყუდოს. შეპირება არის სამინისტროდან სამ დღეში კიდევ იქნება ინვენტარიო და რაც მიიღეს ეს ინვენტარი, რომელიღაც სკოლის ნარჩენია, მე მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ეს ყოველად მიუღებელია. ასე რომ გდომოდა ნარჩენები ჩვენ სკოლაშიც იყო. დღეს მშობლები ვიყავით იმის მოლოდინში, რომ დაგხვდებოდა ნორმალური ინვენტარი, მერხებს გულისხმობ, დაფებს, რაც იყო მინისტრის მიერ დაპირებული, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა, ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ, ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციას, პროტესტის ნიშნად ახლა შევალთ კლასებში, ჩვენ მშობლები გამოვიყვანთ ჩვენს შვილებს და ჩავშლით სასწავლო პროცესს. ჩვენ მეტი არაფერი არ დაგვრჩენია. ჩვენ სამინისტრო ისევ და ისევ დაპირებებით გვპირდება, რომ იქნება მოვა ეს ყველაფერი, მაგრამ გარკვეული არ ვიცით როდის. ხეხები მტკივა, მე ვერ ვჭდები წესიერ სკამზე. ვერ წერ წესიერად. მიზეზი არის პატარა არის და გორდულად ვჭდივარ. მინდა რომ მივმართოს უყველას, რომ დაგვეხმაროს, გამოგვიგზავნოს ინვენტარი და დაფა იმისათვის, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ნორმალური გარემო სწავლა განათლებისათვის. მაგრამ მე და ჩემი მეგობრები, მშობლები არ გამოვდივართ არც დირექტორის, არც პედ კოლექტივის წინააღმდეგ, რომლებიც ამ სკოლაში არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი ამჟამად კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა პასუხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი სპეციალისტისგან ზაზა პირველისგან მოესმინა. ის ადასტურებს, რომ დაპირება მართლაც მისცა მშობლებს, თუმცა როდის შესრულდება ის არ იცის. სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავენ. 15 სექტემბერს სოფელ წერეთლის საჯარო სკოლამ სწავლა დაპირების მიუხედავად კვლავ ძველი სასწავლო ინვენტარით დაიწყო.
სოფელ კირაჩმუღალოში ისევე როგორც მთელ საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყების პარალელურად ბავშვებმა სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰასან მამედოვის 120 წლის იუბილეიზე იმეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და ჰასან მამედოვის ოჯახის წევრები. დამსწრე საზოგადოებამ დაათვალიერა სოფლის საზოგადო მოღვაწეების საინფორმაციო სტენდიც. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია კირაჩმუღალოს საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ. დღეს მამაჩემის 120 წლის იუბილეს ავღნიშნავთ. ძალიან მიხარია და ვამაყობ ამით. ის იყო პედაგოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. სწავლას აფასებდა და სხვებსაც ეხმარებოდა სასწავლო დაწესებულებების გახსნაში. ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა. კირაჩმუღალოს სკოლის კოლექტივს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ასევე ვულოცავ საზოგადო მოღვაწის ჰასან მამედოვის 120 წლის იუბილეს. ვუსურვებ ყველა ბავშვს წარმატებულ სწავლას. მივესალმები ამგვარი ღონისძიებების ჩატარებას. ჩემი სურვილია მსგავსი ღონისძიებები ხშირად ჩაატარონ, ჩვენ კი ჩვენის მხრივ მონაწილეობას მივიღებთ. მე მინდა მიულოცოთ დღესასწაული წელი დაიწყო პირველ რიგში მთელ საქართველოში. მინდა მიულოცოთ ჩვენ ბავშვებს, რომლებსაც პირველად შეძლეს ფეხი სკოლებში და უსურვო კარგად სწავლა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებული ადამიანები რომ გაზრდილიყვნენ ცხოვრებაში და პირველ რიგში მიულოცავ ჩვენი რაიონის ბავშვებს სასწაული წლის დაწყებას. ბავშვებს და რა თქმა უნდა პედკოლექტივს მთლიანად. რომ წარმატებული ყოფილიყოს მიმდინარე სასწაული წელი. რაც შეეხება აქ კირაჩმუღალოში, აქ ორმაგი დღესასწაული არის, ერთი რომ სასწავლო წელი დაიწყო სკოლაში, ამავე დროს აღნიშნავენ ცნობილი პიროვნების, მათთვის გამსოფლელი პიროვნება იყო ჰასან მამედოვის იუბილეს 120 წლის თავს, პიროვნებას რომელსაც აქვს ასე დიდი პედაგოგიური წარსული და სკოლა აღნიშნავს ასეთ ღონისძიებას. მე მივესალმები ყოველგვარ ასეთ ღონისძიებას და ასეთი ცნობილი პიროვნებები ჩვენ უნდა აუცილებლად გავიხსენოთ და მოვიხსენოთ ყოველთვის. დღეს საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო. მარნეულის ნომერ 4 საჯარო სკოლაში, როგორც სხვა სკოლებში, სწავლის დაწყება მცირეზე იმით აღნიშნეს. მე ვულოცავ ყველა ბავშვს სწავლის დაწყებას, პირველ კლასელებს, ასევე პედაგოგებს, ბავშვებს უსურვებ კარგ სწავლას და კარგ სასწავლო წელს. დღეს მე პირველ კლასში მივედი, ძალიან მიხარია. ვულოცავ ჩემს თანაკლასელებს სკოლაში მისვლას.